ტელერადიო კორპორაცია არგოს განსაკუთრებული სტუმრები ჰყავდა. პროფორიენტაციის მხარდაჭერის ფარგლებში ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ ბორითის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა მედიასფეროს გაცნობის მიზნით დაათვალიერეს არგოს სამუშაო სივრცე. გაეცნენ ტელევიზიისა და რადიოს ფუნქციონირების პრინციპებს. დაინტერესდნენ ჟურნალისტისა და ოპერატორის ყოველდღიური საქმიანობით. ნახეს, როგორ იწერება სიუჟეტი, როგორ აგრძელებს მუშაობას გადამღები ჯგუფი და რა გზა უნდა გაიაროს ამბავმა სანამ ის მაყურებლამდე მივა. ეს მათ როგორც პედაგოგმა განაცხადა, მომავალში ინფორმირებული კარიერული არჩევანის გაკეთებაში დაეხმარება. მე ვარ მადონა ოლომბელაშვილი, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ ბორითის საჯარო სკოლის ისტორია სამოქალაქო განათლების მასწავლებელი. მუნიციპალიტეტი ხარაგაული საკმაოდ დიდია. ყავს გაზეთის რედაქციები არის ჩვენთან ორი რედაქცია, მაგრამ ტელევიზია არ არის. ზესტაფონი ჩვენი მეზობელი მუნიციპალიტეტია და მინდოდა რომ ბავშვებს და მეც რა თქმა უნდა გაგვეცნო მუშაობა ტელევიზიის, როგორ მუშაობს, ამ მეთოდები გააჩნია და ბავშვებს წარმოდგენა ქონებოდათ ამ სატელევიზიო გადაცემების ჩაწერის, მონტაჟის და გაშუქების შესახებ მოკლედ და რა ვიცი ეს მე მგონი აუცილებელია ყველამ და ვიცოდეთ კი ერკვევიან ბავშვები დღეს თანამედროვე ტექნოლოგიები ისია განვითარებული, მაგრამ აი ჩვენი მეზობელი მუნიციპალიტეტის სატელევიზიო გადაცემების მუშაობას გვინდოდა გავცნობოდით დაწვრილებით. საინტერესოა დღეს აქ სტუმრობა, იმიტომ რომ ძალიან ბევრი რაღაცის შესახებ ვიღებთ ინფორმაციას, მაგალითად როგორ ხდება გადაღება. და დარწმუნებული ვარ, მომავალში ძალიან გამომადგება ეს ინფორმაცია. ნიმგზაზე თუ რა პროფესიის არჩევას გადავწყვიტ. ჟურნალისტობით დავინტერესდი ამ ზაფხულს, როდესაც ჩვენი სკოლის 120 წლის იუბილეი იყო, მან ვიღებდი მონაწილეობას, კი არა ესეთი როლი მერგო რომ უნდა ყოფილიყავი ჟურნალისტი, რა ვიცი ჩემი აზრით ჩვენი როდ გავართვი თავი და შესაძლოა მომავალშიც ეს პროფესია განვიხილო. ძალიან მაინტერესებდა ზესტაფონის ეს ტელევიზია არგო. პაციენტს აწყობილია კურნალობა ერთ რომელიმე რეჟიმზე, შემდეგ ამ რეჟიმის ცვლილება გარკვეულ პასუხისმგებლობას მოითხოვს. მაგრამ თუ კი ასეთი საჭიროება არ მოიშვა და ხდება მთელ მსოფლიოში ასეთი რამ არ არის გამორიცხული, ეს გადასვლა არ არის რაიმე ხიფათთან დაკავშირებული, იგულისხმება აი ამ კონკრეტულ ინსულინების შემთხვევაში. სანოფის ინსულინი არის ძალიან მაღალი ხარისხის, როგორც გახანგრძლივებული, ისე ხანმოკლე მოქმედების, უпростоრად ზესწრაფი მოქმედების, ორივე ასეთი მექანიზმით ხასიათდება, სწრაფად მოქმედებენ და ძალიან კარგად შეიძლება აი ამ ცვლილება ყოველგვარი უდგენელად ჩატარდეს. ცხადია, რომ ამ დროს ექიმის რეკომენდაციები ჭირდება ყველა კონკრეტულ პაციენტს, ინდივიდუალური მიდგომა უნდა. დღეს ჩატარდა მისდარ შეხვედრა, სადაც ასევე იმყოფებოდნენ მშობლები და ენდოკრინოლოგები, როგორც დიდები, ასევე ბავშვთა ენდოკრინოლოგები. გამომუშავდა გეგმა, როგორ უნდა გაუმკლავდეთ ამ დეფიციტს, როგორ საჭიროების შემთხვევაში პაციენტები გადავიყვანოთ ერთი ინსულინიდან მეორე ინსულინზე, იმისათვის, რომ რა თქმა უნდა, მათი ჯანმრთელობა და მათი ცხოვრების ხარისხი იყოს შენარჩუნებული და ყველაფერი რომ კარგად გქონდეთ პაციენტებს. ინსულინი ხანმოკლე მოქმედების, რომელსაც უშვებს ფირმა Novo Nordisk, დეფიციტი გახდა მთელ მსოფლიოში. აი გაზრდილ მოთხოვნილებასთან ერთად. და ამიტომ საქართველოს მათ ვერ მოაწოდეს იმ რაოდენობით ინსულინი, რომელიც დროულად იყო გამოწერილი საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს მიერ. ამის ჩანაცვლება შეიძლება, რაღაც პატარა ნიუანსები არის, რაღაც გარკვეული ინსულინის პომპებში შეიძლება არ იქნას გამოყენებული, გარკვეულში შეიძლება გამოყენებული იქნას. ჩვენი მოზარდი პაციენტები 18 წლის ზევით თითქმის ყველა იკეთებს რასაკვირველი აპიდრას, ხანმოკლე ინსულინს, რომელსაც აწარმოებს ფრანგული ფირმა Sanofi, ძალიან დიდი ფირმა, საფრანგეთში პირველი ნომერი ფირმა. შეხვედრა იყო ძალიან კარგი საქმიანი შეხვედრა იყო, დაისახა გეგმა, ყველანაირი ხელშეწყობა, ასე რომ პაციენტები შეიძლება დავამშვიდოთ და მათი ახლობლები რომ დიდი არ არის, თქვა განწყობილება იმის რომ პესიმისტურად უყურებდეთ ამ საკითხს, პირიქით ოპტიმისტურად უყურებთ და გადავწყვეტთ.
პატარობიდან მე ვგსავ, დედაჩემის რა გსავდა ძალიან მომწონდა და მეც გადავწყვიტე რომ შემესწავლა გსავა. და შემდეგ დიდობაში უკვე ყაისნაღით ვისწავლე, ყაისნაღის გსავა და დაბადების დღეზე, ბავშვის დაბადების დღე იყო, მინდა და რამე განსაკუთრებული მეჩუქებინა და გავაკეთე ჩანთა მოგხსავე, წინ ბაჭიე და კურდღელი. და აქედან მე ერთმა გოგომ მითხრა, რომ მოდიო ისა დაიწყო სათამაშოები მოვსინჯოთ და თუ გამოგივაო. ერთი მოვსინჯეთ გამომივიდა მომეწონა, მეორე ძალიან მომეწონა და შემდეგ გავიგე რომ გამოფენები ტარდება ჩვენთან და ერთ-ერთმა გოგომ ისე რომელიც გამოფენებში იღებს მონაწილეობას იმას შემოთავაზა რომ უნდა მიგიყვანო ორგანიზატორთან ნოვიცა ორგანიზებს ამ გამოფენებს და ჩავერთვა იმ გამოფენებში. ახალწელს ვიყავი პირველად გამოფენაზე და ყველაზე ძალიან გავხარებული ვიყავი, იმიტომ თითქმის გამოიყიდა ყველა სათამაშო გაიყიდა და ისედაც სიამოვნეს ამ სათამაშოების დამზადება არის სუფთა ნატურალური მასალით დამზადებული. შიგნით აქვს სილიკონის ბამბებს უძახიან და არის ბავშვებისთვის ნატურალური სუფთა პროდუქტი. არ შეეძლოს არანაირ ტყვიას. ინტერნეტით ნახულობ, ინტერნეტში დევს ესა სქემები არის ინტერნეტში, ინგლისური სუბტიტრებით არის, ზოგი გერმანულად არის, ზოგი მათმა ინგლისური სუბტიტრებით, რომელიც არის იმას ვთარგმნი. და მაქვს ვიწერ მაშინ ჩემს დღიურში და იმის მიხედვით ვგსავ. რომელი სათამაშოც მომეწონება, მე თვითონ ფერებსაც, მე თვითონ ვხამებ ერთმანეთში, ზუსტად ისე არ ვგსავ. ჩემი გამოვნებით ვაკეთებ ამას. ფერებს და რამოდენიმე ჩემი ვიდითაც მაქვს მოგსავილი. ეს არის ბარხატის ძაფები. სპეციალური სათამაშოსთვის არის განკუთვნილი. აი ეს სათამაშო მაგალითად ბარხატის ძაფით ვერ მოიქსოვება. ამას უნდა სპეციალურად მაგარი ძაფი, რომ მოიქსოვოს და მყარად დადგეს სათამაშო. ბარხატის ძაფებით იქსოვება დანარჩენი კურდღელი, სმურფები, სტიჩები, კუები და პინგვინებიც. უმეტესობა ბარხატის ძაფით მაქვს შექმნილი სათამაში. ჩინავით რომელიც წვრილი ძაფით იქსოვება, კიდე დიდი რა უნდა. ერთი კვირა მაინც უნდა კარგად რომ იმუშაო, ერთი კვირა უნდა და ფულად ძაფების ბარხატის ძაფებით დიდი დრო არ უნდა. ერთ დღეში შეგიძლია ერთ სათამაშოს გაკეთება, თუ მთელი დღე იჯდები და აკეთებ, შეგიძლია ერთ დღეში გააკეთებ. სკოლა რო დავამთავრებ, სწავლობდი ფარმაცევტიულზე კოლეჯში და შემდეგ დავანებე თავი და ვაპირებ სწავლის გაგრძელებას, მაგრამ ეს არის ჩემი ჰობი და თავის დანებებას არ ვაპირებ, იმიტომ რომ არ ვგსავ, ასე მგონია რაღაცა მაკლია თქვა. და რო არ ვგსავ, არ შემიძლია. სასიამოვნო, როდესაც რაღაცის კეთებას იწყებ და გამოგის, აი ახალ სათამაშოს კეთებას რო ვიწყებ, ერთი სული მაქვს, როდის დამთავრდება, გავიგო როგორი გამოვიდა. და რო გამოდის ეს სათამაშო ძალიან მომწონს და შემდეგ ვიჩნდავასრული რომ ბავშვებმაც შეიძინონ. მეც მომწონს ბავშვებს გამოფენებზე ბავშვებს ირყიდულობენ და მათ ბედნიერი სახეები